ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც პირდაპირ ეხება თითეული მოქალაქის ყოველდღიურობას. Რამდენ დროს ვხარჯავთ გზაში, რამდენად უსაფრთხოა ჩვენი გადაადგილება, რამდენად სწრაფად უკავშირდება რეგიონი რეგიონს და რამდენად კონკურენტული ხდება საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყანა. Ბოლო დღეებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო სამტრედია გრიგოლეთის შქაროსნული მაგისტრალის კიდევ ერთი მონაკვეთის გახსნა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ვისაუბრებთ როგორც კონკრეტულ პროექტებზე, ასევე უფრო ფართოდ. რა ეტაპზეა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რა გამოწვევებია და როგორ გრძნობენ მოქალაქეები ამ მასშტაბური პროექტების შედეგს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ თემებზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვევთ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე. დიომშტოპისა, ბატონ რევაზ, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ახალი ამბით დავიწყოთ, მაინც ამაზე ძალიან აქტიური იყო მედია ჩართულობა, მედია კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენ მომაყურებელს მინდა კიდე ერთხელ აუხსნათ რა მნიშვნელობის არის ეს პროექტი, რას შეცვლის მათი ყოველდღიურობის ჭრილში, ასე რომ ვთქვათ და ასევე რა დატვირთვა აქვს თლიანად გადაადგილების ჯაჭვში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შუა დერეფანში და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ამ მაგისტრალს აქვს საკვანძო ფუნქცია. თქვენ იცით, რომ გასულ წელს ჩვენ წლის ბოლოსთვის გავხსენით სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რომელიც განხორციელებულა ჩვენს რეგიონში, არა მარტო საქართველოში. და ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გავხსენით კიდევ ერთი მონაკვეთი, ეს არის სამტრედია გრიგოლეთის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი. ასევე მიმდინარეობს აქტიურად სამუშაოები 3 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე ოქტომბერში გაიხსნება და აქ მინდა ერთ რამს გავუსვა გრიგოლეთის მხარეს. აქ მინდა ერთ რამის გაუსვა ხაზი და ცოტა უხერხულია საკუთარი თავის ციტირება, თუმცა ჩვენ ამ გახსნაზე მე აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის არა ის, რომ არა მხოლოდ ის, რომ სწრაფად გავხსნათ გზა, არამედ სწორად გავხსნათ გზა და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ, იმიტომ რომ თუნდაც ეხლა რომ 3 კილომეტრიან მონაკვეთზეც საუბრობთ ჩვენ, ეს არის გრიგოლეთი ქობულეთის მონაკვეთი, რომელიც დარჩენილი არის, იქ გარკვეულ კონსტრუქციებზე აღმოჩნდა ხარვეზი და კონტრაქტორს მოუწია საკუთარი ხარჯებით ის დღეს ასწორებს ამ ხარვეზს და ზუსტად ამიტომაც ხდება ამ პროექტის გადავადება. ანალოგიური შემთხვევა გქონდა ამ მონაკვეთზეც, როდესაც რამოდენიმე თვის იმგეგმავდით ამ მონაკვეთის გახსნას, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც შეიძლება შეუიარაღებელ თვალს ვერ შეემჩნია და მოსახლეობას ვერ შეემჩნია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ თუნდაც მცირედი წუნით რაიმე პროდუქტი ჩავიბაროთ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება გზა, სკოლა, ბაღი თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ რასაც ვაკეთებთ ბიუჯეტით, ის იყოს ხარისხიანი. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ბოლო პერიოდში ხარისხზე და მე არ მინდა ეს რაღაცა ესე ვთქვათ, მხოლოდ რიტორიკა არ არის, ეს არის ის, რასაც ჩვენ რეალურად ცხოვრებაში ვნერგავთ. და ის კონტრაქტორები, რომლებიც დღეს მუშაობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მის სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებებთან, ეს კარგად ნახეს. და მე მინდა სხვებსაც, ვინც მომავალში აპირებს ტენდერებში მონაწილეობას, მათაც გაიაზრონ ის, რომ თუ მათი მოლოდინი არის ის, რომ მხოლოდ ტენდერს მოიგებენ და ნებისმიერი ფორმით მერე მოხდება იმ მშენებლობის კონკრეტული ობიექტის მშენებლობის ჩაბარება, ეს ნამდვილად ესე არ იქნება. ჩვენ უმაღლეს ხარისხს მოვთხოვთ ყველას. და ამ მიმართულებით ახლა რატო უსვამ ამას ხაზს, რომ გვაქვს გამოწვევები, მათ შორის ახალ ტენდერებშიც, ეთყობა ბოლომდე ყველამ არ ირწმუნა ამ ჩვენი სიტყვების და გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ამ მიმართულებით ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით და სახელმწიფო ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს. ბატონ რევაზ, რამდენად მასშტაბურია ეს გამოწვევა? რამდენად ყველა პროექტში შეიძლება იყოს დაგვიანება, ხარისხის ხარვეზი, რამდენად ისეთი დიდი პრობლემაა, რომელთანაც უფრო სისტემური მიდგომაა საჭირო და არა ვთქვათ ცალკეული შემთხვევები, თქვენი დაკვირვება რა საჩვენებს და ასევე თქვენ ისაუბრეთ, რომ არ დაუშვებს სახელმწიფო არანაირად ხარვეზიანი პროექტის ჩაბარებას და რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალეთ. რა არის ის ბერკეტი, რომელსაც იყენებს სახელმწიფო?
ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში და პრემიერის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობით და მისი პოლიტიკის ნაწილი არის ეს ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა ჩავატარეთ ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით იმიტომ რომ სიტუაცია საჭიროებდა გაჯანსაღებას ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით რომელიც ამ სექტორის გაჯანსაღებას უწყობს ხელს მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის რომ ჩვენ ზუსტად ერთ-ერთი მთავარი რაც არის დავიწყეთ პრობლემებზე ღიად საუბარი. ჩვენ ვამბობთ იმ ყველა პრობლემას და გამოვიტანებთ ეს საზოგადოების სამჟავროზე, რაც არის ამ სექტორში. ხშირად არის ხოლმე და საზოგადოების გულისხმობა აბსოლუტურად გასაგებია, როდესაც ის ხედავს გარკვეულ პროექტს, რომელიც მიმდინარეობს წლობით და არადარ დაადგა საშველი, რომ ესა თუ ის პროექტი დასრულდეს და რაც ნამდვილად არის სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის ეს ასე ვთქვათ, დროში გაწელილი პროექტები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ხარისხი. ეხლა ამას წინათ გურიაში დაიწყო ერთ-ერთმა კომპანიამ არსებული გზის, ასე ვთქვათ, გადაგება, ხელახლა დაგება და ამან გამოიწვია გარკვეული იყო მოსაზრებები, რომ რატო ანგრევთ გზას, რომელიც გაკეთებული იყო. პირველ რიგში საზოგადოებისთვის მინდა იყოს ცნობილი, თორე არიან ადამიანები, რომლებსაც რაც არ უნდა თქვა, მაინც ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერ რაღაცაზე გაგაკრიტიკონ, მაგრამ საზოგადოების მინდა ვთქვა, რომ ყველა ესეთ შემთხვევაში კონტრაქტორი თავისი ხარჯებით ახდენს ამ გზის გამოსწორებას. და ჩვენ ამას ვაკეთებინებთ იმიტომ, რომ თუნდაც მცირედი წუნი ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენ არ ვართ ალბათ პასუხისმგებლობას რო თვითონ იგრძნონ და ეს ბიუჯეტს დამატებითი თანხები არ უჩნდება, ხო? ეხლა ამას ამბობთ. არა, ბუნებრივია არა. ჩვენ ნებისმიერი თეთრი, როდესაც პრემიერი საუბრობს ხოლმე ხარჯ ეფექტურობაზე, ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ რაღაცა გაკეთდეს ოპტიმალური ფასით. ამაში იგულისხმება ის, რომ რასაც ვაკეთებთ, იმან ათწლეულებს უნდა გაუძლოს. არ შეიძლება გზა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იყოს ხელახლა დასაგები. ესა ჩვენ ვერ ვიმუშავებთ და ვერც ის კონტრაქტორები ვერ იმუშავებენ, ვინც ესე არიან მოწადინებული და სამწუხაროდ ალბათ იქნებიან ვინც ამ ასე ვთქვათ ჩვენს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს ის ამ ჩვენ სექტორში სახელმწიფო დაკვეთებში ყოველ შემთხვევაში ვერ მიიღებს, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ კარი გავხსენით და ძალიან ბევრ ახალ კომპანიას აბსოლუტურად გამჭვირვალედ შეუძლია შემოვიდეს ამ პროცესებში, ამ ტენდერებში და მიიღოს მონაწილეობა, სადოს თავისი ასე ვთქვათ ბედი და თუ ის დააკმაყოფილებს მარტივ პირობას, რომ ააშენოს ხარისხიანად და დროულად, მე ყველა ამ ბიზნესს უწინასწარმეტყველებს წარმატებას, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის მხოლოდ ეს ხარისხი და დრო. შესაბამისად, და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, ეს არ არის ვინმეს უბრალოდ აკვიატებული მოსაზრება ხარისხი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რომ როდესაც თითოეული თეთრი, რომელიც დაიხარჯება ამ სფეროში, დაიხარჯება ინფრასტრუქტურაში, იყოს ეფექტური. და ჩვენ როდესაც რაღაცა გზას დავაგებთ, ვიცოდეთ, რომ 10-20 წელი იმ გზაზე მიბრუნება აღარ დაჭირდება სახელმწიფოს და ხელახლა იმ გზის რეაბილიტაცია აღარ იქნება საჭირო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი დაკვირვებით რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? ანუ რატო ხდება ახლა თქვენ კონკრეტული რიცხვები არ გითქვამთ, მაგრამ მივხვდი რომ გამოწვევა ძალიან მასშტაბურია. ჩვენ ალბათ არ გვაქვს დრო რომ სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. კომპეტენციის დეფიციტია? ყველაფერი ერთად ალბათ არის კომპეტენციაც, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ თამაშის წესებს ამ შემთხვევაში აწესებს სახელმწიფო. თუ ჩვენ და ამ შემთხვევაში შემსრულებლები მიხვდებიან, რომ ამ მიმართულებით ვარ თუ კომპრომისოები, მათ მოუწევთ ამ მიმართულებით გადადგან ნაბიჯები. და მე ძალიან გამიხარდება თუ ქართული კომპანიები ამ მიმართულებით რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედებენ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად არის ისიც, რომ ძლიერი ქართული კომპანიები შეიქმნას. და ჩვენ გვინდა, რომ მთელი ეს პერიოდი ხდებოდა ჩვენ ვიღებდით გამოცდილებას, ვიზიარებდით სხვა ქვეყნებისგან, უცხოელებისგან. დღეს დადგა დრო, რომ მოვიმზადოთ იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენვე გაუზიაროთ სხვებს ჩვენი გამოცდილება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შენდება საქართველოში, ძალიან
უნიკალური პროექტები ხორციელდება საქართველოში და ჩვენ ამითი უნდა მივიღოთ ძალიან სერიოზული გამოცდილება, ჩვენმა კომპანიებმა უნდა დააგროვონ სერიოზული გამოცდილება და შემდგომში რატომაც არა, ეს გამოცდილება გახდება საექსპორტო პოტენციალი საქართველოსთვის. დღეს თუ საქართველოში ჩამოდიან სხვა ქვეყნის კომპანიები და მოღვაწეობენ აქ, რატომ არ შეიძლება რომ ქართულმა კომპანიებმა აშენონ სხვა ქვეყნებში და აწარმოონ იქ ბიზნესი და ეს რა თქმა უნდა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აი იმ ტემპით, რა ტემპით ვთქვათ, კომპანიები რეაგირებენ ამ ახალი წესების განსაზღვრაზე, როგორ ფიქრობთ, ეს საექსპორტოდ ჩვენი ინტელექტუალური ვთქვათ საკუთრება, როდისვე შეიძლება რომ მოვამზადოთ და გავიტანოთ. რომ გითხრათ რომ მარტივად მიდის ეს პროცესი თქო, ნამდვილად მოგატყუებთ, მარტივად არ მიდის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ როდესაც რაღაცა ძალიან გინდა, აუცილებლად მიაღწევ და ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მათ შორის ჩვენ როგორც პარტნიორებს ესე უყურებთ ბიზნესს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავიზარდოთ, ერთად მივახციოთ ბევრ წარმატებას, მათ შორის არ გამოვრიცხავ, ჩვენ მხარესაც იყოს ხარვეზები დღესაც მათ შორის, მაგრამ ჩვენ ღია ვართ ამ მიმართულებით და ნებისმიერ ესეთ შემთხვევაზე გვაქვს ხოლმე ადეკვატური რეაგირება და ეს გამოგვარჩევს ალბათ იმისგან, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყოველთვის თუნდაც სამინისტროს ან დეპარტამენტების პოზიცია არის სწორი და პროცესები არის აწყობილი ძალიან გამართულად. ჩვენ ვხედავთ ხარვეზებს და აუცილებლად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე ეს ხარვეზები გამოსორდეს და გავასწოროთ. აი, რადგან ხარვეზებზე ვსაუბრობთ და გამოწვევებზე ბატონებას ამოვწუროთ ეს თემა. გარდა ხარისხის და გარდა ვთქვათ ვადებში ჩატევის. რა არის კიდევ გამოწვევა ინფრასტრუქტურაში იმისთვის სწორედ, აი იმიზნის მისაღწევად, რომ ის დერეფანი, რომელიც ახლა ამ ბოლო პერიოდში, რომლის ფუნქციაც, რომლის მიმართაც ინტერესი ძალიან გააქტიურებულია და ვხედავთ ბევრი მიმართულებით ამ გააქტიურებას, ეს სწრაფად მოხდეს ამ რულის, ასე ვთქვათ, მორგება. აი ამისთვის რა გამოწვევების დაძლევაა საჭირო კიდევ? ამ დერეფნის აქტუალურობა ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ საქართველოში არა მხოლოდ ის, რომ კარგი გზა გვაქვს და მაგისტრალები გვაქვს უკვე, ეს არის მიმზიდველი, არამედ ის, რომ არის სტაბილურობა, არის პროგნოზირებადი გარემო და ამან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით, სატრანზიტო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პარტნიორი ვართ და საიმედო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ჩვენი მოსახლეობა ისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეიძლება ესე ძალიან ისე ჟღერს, მაგრამ ეს არის თითოეული ჩვენთაგანისთვის და ამ ქვეყნის სიძლიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ისე ეკონომიკური სიძლიერისთვის და რაც უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს, ამას თითოეული ოჯახი თავის ჯიბეზე იგრძნობს საბოლოო ჯამში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ის პროექტები, რომელთაც დავიწყეთ, მათ შორის ის მონაკვეთი, ასევე მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, თქვათ 399 კილომეტრია ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. ეს პროექტები რა როლს ასრულებს აი ამ მიზნის მისაღწევად? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანს. მე შემიძლია მოკლედ ჩამოგითვალოთ რა მიმართულებითაც ახლა ვმუშაობთ. როგორც აღნიშნე, სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გარდა, ამას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს სამუშაოები და იმას გარკვეული პერიოდი დაჭირდება, მაგრამ თბილისიდან ბათუმამდე უკვე წელს იქნება სრულად გახსნილი მაგისტრალი. ჩვენ აქტიურად მუშაობთ კახეთის მიმართულებით და იქაც გაგრძელდება პროექტები. იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რაც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ჩვენი სატრანზიტო ფუნქციისთვის, არამედ თვითონ დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამტვირთველი, ასე ვთქვათ, და ხელშეუწყობს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობას. სარფის გვირაბი იწყება, აქტიურად მიმდინარეობს ჩრდილოეთის მიმართულებით მშენებლობები, ეს არის კობიქვეშეთის მონაკვეთი, გველეთი ლარსის მონაკვეთი, სადაც აქტიური სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს და ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, მინდა გითხრათ, ალბათ მთელს რეგიონში და არა მარტო რეგიონში, სადაც ძირითადი, ასე ვთქვათ, საინჟინრო სირთულის ობიექტები დასრულებულია, თუმცა ერთი ძალიან საინტერესო 166 მეტრიანი ხიდის, თაღოვანი ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში არის. ასევე ჩვენ ვიწყებთ და დავიწყეთ უკვე სამტრედია ზუგდიდის მაგისტრალის, 4-სოლიანი მაგისტრალის დაპროექტება და ესეც
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება. უახლოეს პერიოდში დაიწყება ანაკლიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა და ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ ვიწყებთ სამხრეთით მაგისტრალის განვითარებას. ეს იქნება მარნეულიდან ახალციხისკენ მაგისტრალი, სადაც ჯერ პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვაცხადებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. ამას რა თქმა უნდა დაჭირდება გარკვეული პერიოდი და ვფიქრობ, რომ ესეც მაგისტრალების საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჩვენ არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაც ეტაპზე დასრულდება. ქვეყანა მუდმივად უნდა იზრუნოს და იფიქროს სატრანსპორტო ქსელის და საგზაო ქსელის განვითარებაზე, რადგანაც ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და ნებისმიერი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებას. თითოეული პროექტი ახლა ცალ-ცალკე ჩაშლას და ცალ-ცალკე ძალიან ბევრ კითხვას საჭიროებს, თუმცა ამ ეტაპზე ამას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ რაღაც ეტაპზე, როდესაც მივა ეს პროექტები, ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა. ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ და თუ მოგვეცემა ამაზე საუბრის საშუალება, ძალიან დიდი სიამოვნებით, რადგან ინტერესი ორმხრივია, აუცილებლად მოგვეცემა. მადლობა. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ლევან სოხაძე.